მოგესალმებით ჩემო ლამაზო გამომწერებო, როგორ ხართ, როგორ გიგითხოთ, მომენადრეთ თითეული თქვენთანგანი. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ღვეზელი ლორით. აი ესე ავიღოთ ცომი, დავჭრათ მრგვალ რგოლებად, აი ნახეთ როგორი ცომი, თხელი ცომი, ფახლავისთვის რო ვიყენებთ ისეთი ცომი. მერე რო დავჭრეთ, აი ესე ავჩეჩოთ ხელით, რომ ცომი დაშორდეს ერთმანეთს. ეხლა ხედავთ როგორ ჩეჩავ ხელით, კარგად. შემდეგ ავიღოთ 2 ცალი კვერცხი, 450 მილილიტრი რძე, 450 მილილიტრი ზეთი, კიდ ზეითუნის სემიჯკის, რომელიც თქვენ გნებავთ, 300 მილილიტრი წყალი, აურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად. დავუმატოთ 2 სადილის კოვზი ფქვილი, აგრეთვე დავუმატოთ შაქარი გემოვნებით როგორ, სავსე არა 1 სადილის კოვზი და დავუმატოთ 1 სადილის კოვზი გამაფხვიერებელი. აი ეს მასაც სითხეც გადავდოთ, აურიოთ ყველაფერი კარგად ერთმანეთში, გადავდოთ გვერდზე. ავიღოთ გამოსაცხობი ფორმა, წაუსვათ ზეთი ყველგან, აი ეს როგორც ხედავთ, კუთხეებშიც, კედლებზეც, ყველგან კარგად. შემდეგ მოვაყაროთ ამ გამოსაცხობ ფორმას, მოვაყაროთ სუხარი დაბქვილი, ანუ საფანელი, რომ კარგი კრაწუნა ქვედაძირი გაიკეთოს ჩვენმა ღვეზელმა. ამ შემდეგ კიდევ დაგჭირდება აგრეთვე 400 გრამი გახეხილი ლორი და 450 გრამი გახეხილი მდნარი გუდა ყველი მქონდა მე, ანუ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ რომელი მდნარი ყველიც გნებავთ. ეხლა ცომი გავყოთ 2 ნაწილად, მოვათავსოთ პირველი ნაწილი ქვემოთ გამოსაცხობ ფორმაზე და აი ესე როგორც ხედავთ, გადავანაწილოთ კარგად და მოვასხათ ჩვენი კვერცხიანი მასა ყველგან, რომ ცომი კარგად დაინამოს. დავნამეთ ცომი, ანუ მოვასხით სითხე, ეხლა მოვაყაროთ ჩვენი გახეხილი ლორი, შემდეგ აი ეს გახეხილი მდნარი გუდა ყველი, ყველგან გადავანაწილოთ კარგად. შემდეგ აი როგორც ხედავთ, დავაფინე მეორე ფენა ცომი, განაწილეთ კარგად და ზემოდან ისევ მოვასხით სითხე, რაც დაგჩებათ ყველა, რომ კარგად იყოს ეს ჩვენი ცომები სითხეში. ეხლა ჩემო კარგებო, მე ზემოდან სულ ყველა მთლიან ღვეზელს არ მოვაყრი, სეზამის მარცვლებს მოვაყრი მხოლოდ ნახევარს და ნახავთ შემდეგ გამოცხობის დროს. თუ თქვენ გსურთ სულ მოაყარეთ, თუ არ გსურთ საერთოდ არ მოაყაროთ, არ არის არანაირი პრობლემა. გამოვაცხო მე 200 გრადუსზე, სადღაც დამჭირდა 35-40 წუთი, რო კარგად დაიბრაწოს. აი ნახეთ რა გემრიელობა გამოვიდა. ისეთი კრაწუნა, ისეთი ნოყიერია, რომ მართლაც სასწაულია. გააკეთეთ, არინანეთ ჩემო მეგობრებო, ბავშვებსაც და დიდებსაც ძალიან მოეწონებათ. მე კი გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.